მოგესალმებით. კვლავ მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ოსური ხაჭაპური ხაბისკინა, რომელიც აუცილებლად უნდა სინჯოთ ამ რეცეპტით. მაშასე პირველ რიგში 300 მლ თბილი რძე მოვათავსოთ ჯამში. მასში ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი საფუარი და კარგად ავურიოთ. აქვე დავამატოთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და 1 ჩაის კოვზი მარილი და ისევ კარგად ამოურიოთ. გავაჩეროთ 5 წუთი და შემდეგ გადავიტანოთ ჯამში, სადაც დავამატოთ 550 გრამი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. აუცილებელია კარგი ხაბისკინისთვის უმაღლესი ხარისხის ფქვილი. როცა კარგად მოვზელთ ცომს და ფქვილს ბოლომდე გავხსნით, დავასხათ 3 სუფრის კოვზი ზეთი და კარგად შევურიოთ, რომ ცომი გახდეს ელასტიური. შემდეგ დავდგათ ამოსაფუებლად თბილ ადგილას. მანამდე კი, სანამ ცომი ამოვა, გავთავოთ 500 გრამი კარტოფილი, დავასხათ წყალი, რომ კარტოფილს ფარავდეს და მოუხარშოთ სრულ მზაობამდე. როცა კარტოფილი მოიხარშება, გადაუწუროთ წვენი და ასეთი მშრალი კარტოფილი კარგად ან გავატაროთ ხორცაკებ მანქანაში, ან ასე დავსრისოთ სასრესით. როცა კარტოფილი ბოლომდე კარგად ჩაისრისება, დავამატოთ გახეხილი 500 გრამი რბილი სულუგუნი ან ნაკლებ მარილიანი იმერული ყველი და შემდეგ დავამატოთ მარილი გემოვნებით. თუ ყველი ცხიმიანია, შეგიძლიათ არაფერი დაამატოთ. თუ ნაკლებ ცხიმიანი ყველია, შეგიძლიათ დაამატოთ 20-30 გრამი კარაქიც და ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთგვაროვან მასის მიღებამდე. ცომი უკვე ამოფუვდა, რომელიც გადავიტანოთ ფქვილ მოყრილ მაგიდაზე და კარგად დავამუშავოთ. როცა ცომი ერთგვაროვანი და ელასტიური გახდება, დავყოთ 4 ტოლ ნაწილად და შემდეგ ეს დაყოფილი ცომის გუნდები ოდნავ გავაბრტყელოთ და მათში გუნდის ზომის კარტოფილის შიგთავსი მოვათავსოთ და მოუკრათ თავი, როგორც უკრავთ ხოლმე ხაჭაპურს და ასე 4-ვე გუნდა კარგად გავავსოთ ჩვენი კარტოფილიანი და ყველიანი გულსართით და გავაჩეროთ 10-15 წუთის განმავლობაში. როგორც ხედავთ, 4-ვე გუნდა უკვე მოვამზადეთ გამოსაცხობად. გავაბრტყელოთ თხლად და შემდეგ გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 ან 200 გრადუსზე და შემდეგ გამომცხვარი ხაბისკინა გამოვიტანოთ ღუმელიდან და კარგად წავუსვათ ბლომად კარაქი და უგემრიელესი საოცრად ყველიანი და თან კარტოფილიანი მსუბუქი და ძალიან გემრიელი ოსური ხაჭაპური ხაბისკინა მზად არის მისართმევად. შინაურულზე არის ხაჭაპურის არაერთი რეცეპტი, მათ შორის აჭარული ხაჭაპურის, აჩმის და სხვა უამრავი ცომეულის რეცეპტების სპეციალურ ალბომში ცომეული. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.